აფხაზეთის მთავრობას საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი გარდა იმისა, რომ მხარეებს შორის პარტნიორულ ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად აღრმავებს, იძლევა შესაძლებლობას აფხაზეთის მთავრობასა და საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს წვდომა ჰქონდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივში დაცულ აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებულ უნიკალურ ვიდეო მასალაზე. საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საარქივო მასალაზე წვდომა ცენტრს დაეხმარება აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული მედია პროექტები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოს. დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია აფხაზეთის დღეების კვირეულის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმს ხელი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა და აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ მოაწერეს. აფხაზეთობას ვაგვირგვინებთ ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენით, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის მთავრობის და საზოგადოებრივ მაუწყებლის შორის გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამისთვის ძალიან დიდი ენერგია და დრო დავხარჯეთ იმისათვის, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენ ტრადიციულად გაგვაჩნია საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მოხდარიყო ფორმალური და აი ამ მემორანდუმის ფარგლებში მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო მნიშვნელოვანი პროექტი და იდეა, რომელიც უკავშირდება საქართველოს, აფხაზეთს, ისტორიას, ჩვენ ეთნოს კულტურას, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ერთობლივად განვახორციელოთ იმ ინტელექტუალური, ტექნიკური, მატერიალური და საარქივო რესურსით, რომელიც გააჩნია საზოგადოებრივ მაუწყებელს და რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის. პირველ რიგში ვისარგებლებ შემთხვევიდან მთელ საქართველოს მოულოცავ აფხაზეთობას. ჩვენს მხრივ ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი აქტი იყო დღეს მემორანდუმის გაფორმება, რომელზეც საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს ეს ვალდებულება, რომ აბსოლუტურად მოვემსახურეთ ჩვენს ქვეყანას და არ გვჭირდება დამატებითი ფორმალობები, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ეს ფორმალიზებული გარემო, ის დოკუმენტაცია, რომელიც შეიქმნა, კიდევ უფრო დაახლოვებს პირველ არხს აფხაზეთის მთავრობასთან და ვფიქრობ, პროექტები, რომელიც დავგეგმეთ, კიდევ უფრო სწრაფად განხორციელდება და კიდევ უფრო მეტი ეფექტი ექნება. ისევე როგორც არ შეიძლება არსებობდეს მომავალი წარსულის გარეშე, ასევე ძალიან რთულია შეიქმნას მედია პროდუქტი, თუ არ არსებობს შესაბამისი არქივი. სამწუხაროდ შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზეთის ტელევიზიის არქივი განადგურდა, თუმცა საბედნიეროდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს გაფორმებული მემორანდუმით მოგცა შესაძლებლობა ჰქონდეს წვდომა იმ უნიკალურ კადრებზე, რომელიც დაცულია მათ საარქივო სივრცეში. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ პირად არქივში ფლობენ უნიკალურ ვიდეო კადრებს, რომელიც არის დაკავშირებული აფხაზეთთან. ჩვენ საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის სიამოვნებით გავაფორმებთ ნებისმიერი სახის ურთიერთობას მათთან და გადმოვიბარებთ იმ ვიდეო არქივს, რომელიც უკავშირდება აფხაზეთს და შევინახავთ საგულდაგულოდ, ბუნებრივია გამოვიყენებთ ჩვენს ვიდეო მასალებში და მედია პროექტებში, რომელიც უკავშირდება აფხაზეთს.